მას ასეთ შემოკარგებო, შემდეგი ჩვენი სასაუბრო თემა გახლავთ ირონია ხელოვნებაში კომიკურის გამოხატვის საფუძველი. კომიკურის ფენომენის ხელოვნებაში გადამდნარი მოდიფიკაციების გაგება გულისხმობს იმის აუცილებლად აღნიშვნას, რომ ესთეტიკოსები განასხვავებენ კომიკურს ცხოვრებაში, ადამიანთა ცოცხალ ურთიერთობებში, ადამიანთა საზოგადოებაში და კომიკურს ხელოვნებაში. ამასთან დაკავშირებით მოსე კაგანი წერს, ციტატა: რადგან ხელოვნების კომიკური რეალური კომიკურის მხატვრული ასახვაა, იგი კომიკურის ყოფითი ფორმების ხელოვნების კანონების მიხედვით გადამუშავება და ახალი სპეციფიური ფორმით მისი გამოვლენაა. მაგალითად, გონებამახვილობა და ირონია კომიკური ასპექტით ადამიანის მიერ სამყაროს აღქმის ისეთი ფორმებია, რომლებიც უაღრესად გავრცელებულია ადამიანთა ყოველდღიურ ურთიერთობებში, სხარტულებში, ანდაზებში, ანეკდოტებში, პუბლიცისტიკაში, მეცნიერულ კამათში და ასე შემდეგ, მაგრამ თავისთავად არც ირონიასა და არც გონებამახვილობას მხატვრული ღირებულება არ გააჩნია. ამიტომ ხელოვნებაში ისინი კომიკურის ახალ მხატვრულ სტრუქტურულ ფორმებად, გროტესკად, ფარსად, იუმორად, სატირად და ასე შემდეგ გადამუშავდებიან. ციტატის დასასრული. არა გვაქვს საფუძველი ძირითადად არ დავეთანხმოთ კაგანის აზრს, თუმცა მასში ერთი კორექტივის შეტანაც შეიძლებოდა. იგი ირონიას შეეხება, რომელიც როგორც ცნობილია, სოკრატედან მოყოლებული სამყაროს ფილოსოფიურ მსოფლმხედველობრივი ხედვის პრინციპსა და კომედიური სიცილის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელფერს წარმოადგენს და რომელიც დადებითი შეფასების მიღმა წარედ დაცინვას მალავს. ირონიაზე აქ სპეციალურად იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ სწორედ იგი გვაძლევს საშუალებას გამოვარკვიოთ ხელოვნებაში კომიკურის ხორცშესხმის საფუძველი, ამ ხორცშესხმის ესთეტიკური პრინციპი. ქვემოთ გამოჩნდება, რომ ასეთი საფუძველი, ასეთი პრინციპი სხვა არაფერია, თუ არა თვითონ ირონია. დასაწყისისათვის გავიხსენოთ პლატონის დიალოგი დიდი ჰიპია, რომელიც მშვენიერების პრობლემას ეძღვნება. დიალოგის დასაწყისში გადმოცემულია სოკრატეს შეხვედრა ელიდელ სოფისტ ჰიპიასთან. სოფისტი თავდაჯერებულია. სოფისტის თავდაჯერებულობას, ქედმაღლობას, პატივმოყვარეობასა და ანგარებას კვეთრად უპირისპირდება სოკრატე თავისი შინაგანი სიწყფელი. ოდნავ ხაზგასმული თავმდაბლობით, შემპარავი ირონიითა და ჭეშმარიტების ძიების დაუოკებელი წყურვი. როგორც ირკვევა ჰიპიას ლაკედემონელების წინაშე წარმოუთქვამს სიტყვა ზოგიერთი მშვენიერი საქმიანობის შესახებ, რომელსაც დიდი მოწონება ხდომია წილად. ეს სოკრატეს ახსენებს თავის მარცხს ერთ-ერთ თანამოსაუბრესთან კამათის დროს, როცა მან ვერ შეძლო პასუხი გაეცა კითხვაზე, რა არის მშვენიერი. ამავე კითხვით მიმართავს იგი ჰიპიას, რომლისგანაც ამომწურავ პასუხს მოელის. ციტატა: ამას წინათ მიმართავს სოკრატე ჰიპიას. ერთ კაცთან საუბრის დროს მე ვგმობდი სიმახინჯეს და ვაქებდი მშვენიერებას. უცებ ეს ჩემი თანამოსაუბრე მომიბრუნდა და თავისი თავხედური შეკითხვებით პირდაპირ გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაყენა. კი მაგრამ მითხრა მან, რა იცი სოკრატე, რა არის მშვენიერი და რა არის მახინჯი? ვნახოთ შეგიძლია თუ არა განმიმარტო, რა არის მშვენიერება. მე საბრალო გავშეშდი და ვერაფერი ვუპასუხე. საუბრის შემდეგ კი ჩემს თავზე განრისხებულმა სულ თავბედი ვიწევლე და გადავწყვიტე, როგორც კი შევხვდებოდი რომელსამე ბრძენს
დაწვრილებით გამომეკითხა მისთვის, რა არის მშვენიერება, კარგად დამემახსოვრებინა ყველაფერი და მერე ხელახლა მივსულიყავი საპაექროდ ჩემს თანამოსაუბრესთან. ხოდა ვის ვნახავ შენზე უკეთეს, მაშგან მიმართ, რა არის მშვენიერი, მაგრამ ეცადე, რაც შეიძლება ზუსტად ამიხსნა ყველაფერი, რათა ხელახლა სხვისი დასაცინი არ გავხდე. შენ, რა თქმა უნდა, მშვენივრად იცნობ ამ საკითხს, რომელიც შენი ულევი ცოდნის უმნიშვნელო ნაწილია მხოლოდ და მხოლოდ. ჰიპია, უმნიშვნელო ვფიცავ ზევს, ჩემო სოკრატე. შეიძლება ითქვას უბადრუკიც. ციტატის დასასრული. დიალოგის მთელი შემდგომი მსვლელობა ნათლად ადასტურებს არა მხოლოდ ჰიპიას უმწეობას განმარტოს მშვენიერება, არამედ საერთოდ მის გონებრივ უსუსურობასაც და ამდენად სოფისტურ და სოკრატულ მსოფლმხედველობათა რადიკალურ სხვაობას, ნიჰილიზმი, უტიფრობა, უპრინციპობა, ვიწრო პრაქტიციზმი და მორალური ქცევის, ისევე როგორც ყოველგვარი მოქმედებისა და მოღვაწეობის ერთადერთი კრიტერიუმის რანგში აყვანილი უტილიტარიზმი. ასეთია სოფისტური მსოფლმხედველობის განსაზღვრელი მომენტები, პოზიტიური ჭეშმარიტების ძიება დიალექტიკის გზით. ასეთი გახლავთ სოკრატეს მრწამსი და ხსენებულ კონტექსტში რაოდენ ირონიულად ჟღერს სოკრატეს სიტყვები შენ რა თქმა უნდა მშვენივრად იცნობ ამ საკითხს, რომელიც შენი ულევი ცოდნის უმნიშვნელო ნაწილია მხოლოდ და მხოლოდ, რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს ჰიპიას დაუფიქრებელი და თავხედური დასტური ამ დამცინავ ფრაზაზე. უმნიშვნელო ვფიცავ ზევს, ჩემო სოკრატე, შეიძლება ითქვას უბადრუკიც. ასე აყენებს ირონია ეჭვის ქვეშ რეალობას, რომელიც შეიძლება იდეალურად მოსჩანდეს. ანუ სიცრუეს ხდის ჭეშმარიტების საფარველს, სისულელეს ჭკუის საფარველს, არარაობას მნიშვნელოვნების საფარველს. ირონია ორაზროვნების გამო, ესე იგი იმის გამო, რომ სიტყვის მიღებულ მნიშვნელობაში იგი საწინააღმდეგო აზრს ფარავს, საშუალებას აძლევს ადამიანს თავისი სიტყვების ნამდვილი აზრი გარეგნულად დაფაროს. საამისო ხერხი და საშუალება კი ირონიას უამრავი აბადია. ესენია ქება, თავაზიანობა, მოწონება, თავმდაბლობა, თანაგრძნობა, წახალისება, რიტორიკული კითხვა. ირონია სიყვარულს იქით სიძულვილს ფარავს, ქების იქით დამცირებას, თავაზიანობის იქით მტრობას, მოწონების იქით ძრახვას, სიმპათიის იქით ანტიპათიას, ნდობის იქით უნდობლობას, წახალისების იქით აღკვეთას და ასე შემდეგ. ძველ ბერძენთა თქმით, ირონიის გამოყენებაში ყველას სოკრატემ გადააჭარბა. მაგრამ ეს ყველაფერი, რაც ირონიის შესახებ აღნიშნე, არ ეწინააღმდეგება მოსე კაგანის აზრს, რადგან მოცემულ მაგალითში ირონია სწორედ ადამიანთა ცოცხალ ურთიერთობაში, ფილოსოფიურ პაექრობაში იყო გამოყენებული. მოწინააღმდეგის მოჩვენებითი სიბრძნისათვის ნიღბის ჩამოსახდელად. კორექტივი, რომელიც ზემოთ ვახსენე, შეეხება კაგანის აზრს იმის შესახებ, რომ ირონიას თავისთავად მხატვრული ღირებულება არ გააჩნია და რომ ხელოვნებაში იგი კომიკურის გამოვლენის სხვა რომელსამე მხატვრულ სტრუქტურულ ფორმას, გროტესკი, იუმორი, ფარსი და ასე შემდეგ იძენს. მოსე კაგანის აზრის არაკორექტულობას, ჩემი აზრით, ერთი უბრალო მაგალითიც აჩვენებს. ამ რამოდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ერთ-ერთ
სატირულ იუმორისტულ ჟურნალში გამოქვეყნდა ერთი შესანიშნავი მოთხრობა ეკიდოს რა გვენაღვლება, რომელშიც ავტორი დასცინოდა პლაკატების გამოკიდების მანიით დაავადებას. საბჭოთა პერიოდის არ მოგახსენოთ, მაგრამ პლაკატომანიით შეპყრობილ იმ პერიოდს ერთ ღირსებას ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ღირსება ნამდვილად ვერ წაართმევ. საბჭოეთი უდაოდ ნოყიერნიადაკს ამზადებდა კომიკურის ბარაქიანი სიცილის აღმოცენებისათვის. ავტორი ირონიულად ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ისეთი პლაკატები, როგორებიცაა ნუ გადაურბენთ წინ მოძრავ ტრანსპორტს, გაზონებზე ნუ ირბენთ, გადაიხადეთ ბილეთის საფასური ბრძოლის მოთხოვნამდე, ნუ დაანაგვიანებთ იატაკს მზესუმზირას ჩენჩოთი და კანფეტების ქაღალდებით და მისთანავე. ავტორი ირონიულად შენიშნავს, რომ მით უმეტეს მისასალმებელი იქნებოდა, თუ ამ პლაკატებს რამდენიმე უცხო ენაზე ვთარგმნიდით და გამოვაკრავდით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რადგანაც ახლა ძალზე მოხშირდა ჩვენში უცხოელთა სხვადასხვა მისიის დელეგაციები. თორემ ვინ იცის, იქ თავიანთ ქვეყნებში სულ გაზონებზე დარბიან, ბილეთის საფასურს არ იხდიან და მოძრავი ტრანსპორტის წინ გარბი გამორბიან, ხოლო ამგვარ გართობას ადამიანის სვერპლი მოყვება.